რაცავნა დიდი ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა. მისი ცოდვა წვეთიც არ არის ღვთის სიყვარულის ოკეანეში. ნიშნავს აღდგომა პერსონალურად ადამიანისათვის. შიგნით, აი როგორც დღეს ისე პავლე მოციქული ამბობს, არაფერი მაქვს გულში გარდა იესო ქრისტეს ისე ჯვარცმულის. აი როცა ჯვარცმული ღმერთის ერთგულება მაქვს გულში, მერე უკვე გულში ყდათით აღდგარი მაცხოვარიც მყავს. მაგას ნიშნავს ზიარება. ზიარების ნაყოფი ეგ უნდა იყოს, რომ ჩვენს გულში იყოს ყდათით აღდგარი მაცხოვარი. ჩვენს გულშიც აღდგესო, ხო ამბობენ ესე. აი ეს მდგომარეობა არის. ის მდგომარეობა, რასაც შვილებრივი მდგომარეობა ქვია ღმერთთან, იმიტომ რომ შენს გულში თუ არის ყდათით აღდგარი მაცხოვარი, მისი ძმა ხარ, მისი და ხარ და შესაბამისად უკვე ღმერთის შვილი ხარ და შენს გულში სასუფეველი იმკვიდრებს სამეფო, იმიტომ როგორც კი შენ გულში ქრისტე ბინადრობს, იმიტომ რომ შენ ის გიყვარს. მე მოდის მამაც და სულიწმინდა ღმერთი და ყოლა წმინდა სამება ივანებს შენს გულში და მე როგორც ისევ სულმონახალის ღვთისმოწყალე ამბობს, ასეთი ადამიანის გული და ზეცა აღარ განსხვავდება. გულში გაქვს ზეცა. აი ესეთი გულიდან არის გასასვლელი სასუფეველი. ჩვენ არ შეგვიძლია ჯვარს თვალი გავუსწოროთ, ვინაიდან ცეცხლივით გვწვავს. რადგან თუ ჯვრის აჩრდილისაც კი გეშინია და მხოლოდ ქრისტეს სახელის ხსენებაზეც ძრწი, მაშინ როცა თვით ქრისტეს იხილავ, რაღაც იზამ, განმეშორე, მე ქრისტიანებს უნდა შევევედრო, რომ შემიწყალონ. ეპისკოპოსის წინაშე ყველაფერი ცრემლით აღიარა და თავისი წიგნები დასაძმავად მისცა. მისი სიმდაბლე რომ იხილა, ეპისკოპოსმა ნათლობისთვის მომზადება უბრძანა. საგრძნეულო წიგნები კი მორწმუნეთა თვალწინ დაწვა.